მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ ძალიან საინტერესო თემას, რომელიც შეეხება საიდუმლო სატელეკომუნიკაციო ქსელს, სატელეფონო ქსელს უბრალოდ. ყველა ჩემი ვიდეო გაკვეთილი ატარებს ყველდღე სასწავლო ხასიათს და კიბერდანაშაული იჯება კანონით. ეს საიდუმლო სატელეფონო ქსელი შექმნილი არის უბრალოდ შექმნა მექსიკულმა კარტელმა. მოგეხსენებათ ალბათ ძალიან ბევრმა იცის, რომ ეს სატელეკომუნიკაციო პროტოკოლი, რომელიც ცნობილია როგორც SS7, მას აქვს გარკვეული ხარვეზები და პრობლემები. ეს პროტოკოლი გამოიყენება სატელეკომუნიკაციო მობილურ ქსელებში, რომელიც მობილური ოპერატორების ქსელებში გამოიყენება ზარების, SMS-ების და სხვა სერვისების მარშრუტიზაციისთვის. ეს პროტოკოლი შეიქმნა 1975 წელს, როცა კიბერუსაფრთხოება იყო დიდი პრობლემა, ამიტომ მას არ გააჩნია ძლიერი დაცვა. პირველ რიგში მას აქვს სანდოობის პრობლემები, იმიტომ რომ SS7 ქსელი მუშაობს იმაზე დაყრდნობით, რომ ყველა მონაწილე ოპერატორი, ხო, ანუ ვთქვათ, მომხმარებლის მობილური ოპერატორი იქნება ეს თუ სხვა ოპერატორები, არის სანდო. მაგრამ დღესდღეობით SS7-ის ქსელში მოხვედრა მხოლოდ დიდ ოპერატორებს აღარ შეუძლიათ, მასზე წვემა შეიძლება ჰქონდეს მცირე ოპერატორებსაც და, რა თქმა უნდა, ასევე კიბერკრიმინალებსაც და ამიტომ იყენებენ დაუცველ წვდომის წერტილებს. ამიტომ ხო, ასევე ვთქვათ, რომ პირველ რიგში რომ მას ასევე აქვს ავტორიზაციის პრობლემები, ანუ SS7 ქსელში გაგზავნილ სიგნალებს ხშირად არ სჭირდებათ რაღაცა დამატებითი ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაკერები ქსელში შეხსევით შეძლებენ თქვენი ზარებისა და შეტყობინების გადამისამართებას. ასევე შეიძლება მომხმარებლის ლოკაციის დადგენა, SMS-ების გადაჭერა, ზარების გადამისამართება და ასე შემდეგ. ეს გარკვეული პრობლემები ახასიათებს, რა თქმა უნდა, ფიჭურ მობილურ ქსელს. ამიტომ ნებისმიერ შეუძლია გადაიჭიროს მაგალითად ჰაერში სიგნალი და შიგნით ჩაიხედოს. რა თქმა უნდა, ეს მთავრობებს არ გაუჭირდებათ, ხო? ასევე ვთქვათ, მთავრობის მიერ არც დაქირავებულ ჰაკერებს არ გაუჭირდებათ. ძალიან ცოტა ფული არის ამისთვის საჭირო და რესურსები, რა თქმა უნდა, და გარკვეული ცოდნა არის საჭირო. შემდეგ ამ ზარების გასაშიფრად და SMS-ების გადასაჭერად. ამიტომ მექსიკულმა კარტელმა შექმნა თავისი ეგრეთ წოდებული საიდუმლო საკომუნიკაციო ქსელი. მათ გამოიყენეს ძველი სისტემა, რომელიც ალბათ დღესაც მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმუშავებს ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ. მათ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული OpenBTS-ი. ეს არის open source-ის ფიჭური ქსელი, რომელიც შეგიძლიათ GitHub-ზე ნახოთ და ჩამოწეროთ. სინამდვილეში ეს არის საბაზისო სადგური, თავიდან ის შეიქმნა ისეთი გარემოსთვის, რომელიც ფიჭური ქსელის გარეთ იყო, მაგალითად ეს შეიძლება ყოფილიყო პატარა ქსელი, ქალაქი და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა თქვა უბანი. ამ შემთხვევაში OpenBTS-ით შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი 2G და 3G სასაშენებლად და ეს არ არის, რა თქმა უნდა, 4 და 5G. ბევრი ეგრეთ წოდებული ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც ხელმისაწვდომია და თუ იცით როგორ გამოიყენოთ ისინი, შეძლებთ თქვენი პირადი მობილური ქსელი შექმნათ და ასეთი ქსელები მუშაობენ გარკვეულ დაბალ სიხშირეზე. 2 და 3G მუშაობდა დაახლოებით 700-დან 950 MHz-მდე, 900-950 MHz-მდე და დაბალი სიხშირის გამოყენების უპირატესობა ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ მობილური ანძები. ძალიან მოკლედ ანახარჯით შეიძლება ამ ანძების სხვა ტექნოლოგიით ჩანაცვლება. თუ იყენებთ 5G-ს, მაშინ გამოიყენება 3-დან 15 GHz-მდე სიხშირე. მაგრამ როცა მაღალ სიხშირეს იყენებს, სიგნალი არც ისე შორს მიდის. ეს არის 5G-ის ყველაზე დიდი პრობლემა. ბევრად მეტი ანძები გჭირდებათ, რადგან სიხშირეები გაცილებით მაღალია, ამიტომ მათ ძველ სიხშირეებზე ააშენეს თავიანთი ქსელი და ამიტომ ისინი იყენებენ OpenBTS. შემდეგ მათ გამოიყენეს USRP N210 SDR-ი. ამით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ფიჭური ქსელი
და რა თქმა უნდა ამას 30 და 40 დოლარიანი SDR-ით ვერ გააკეთებ, ხო? არამედ სადღაც დაახლოებით 2000 დოლარიანი აპარატურა დაგჭირდებათ. OpenBTS-ი დიდი ხანია არსებობს. ის არის ეგრეთ წოდებული GSM-ი, ანუ GSM და GPRS რადიო წვდომის ქსელის კვანძი, ასე რომ მას აქვს UHD უნივერსალური აპარატურის დრაივერები და ასევე მხარდაჭერილი არის Ubuntu-ს ოპერაციულ სისტემაზე. ან Ubuntu-ზე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სატელეფონო სადგური. ასევე ის ჩაშენებულია Dragon OS-ში. Dragon OS-ი არის წინასარკონფიგურირებული Linux-ის დისტრიბუტივი, რომელიც სპეციალურად შექმნილი არის კიბერუსაფრთხოების, ქსელური ანალიზისა და სიგნალის დამუშავების SDR კვლევებისთვის. მაგალითად, ვისაც აინტერესებს რადიოტალღების გადაჭერა, დაშიფრული კომუნიკაციების ანალიზი, სიგნალის რევერსული ინჟინერია და სხვა. ბევრი სიგნალი, რომელიც გადის თანამგზავრზე, არ არის დაშიფრული და ამ შემთხვევაში Dragon OS-ი შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. მოკლედ, ამ კარტელმა არ გამოიყენა რაიმე ძვირიანი აპარატურა, რომელსაც მობილური ქსელის პროვაიდერები იყენებენ თავიანთ ქსელებში. მათ გამოიყენეს უბრალოდ OpenBTS-ი, USRP და NS-USRP. და ამეთანხმებით ალბათ რომ ყველა ფიჭური ქსელის და ასევე სატელიტური კავშირები ჰაერში მოძრაობს და ნებისმიერ შეუძლია მისი გადაჭერა და ანალიზი. ერთ-ერთი რაც გააკეთა ამ კარტელმა, იყო დაშიფვრის კომპლექტი, რომელიც საკმაოდ დახვეწილი იყო. მათ გამოიყენეს Diffie-Hellmanis ალგორითმი გასაღებების გასასრულად. ეს არის ასიმეტრიული დაშიფრვა და ყველაზე საინტერესო რაც მათ გააკეთეს არის რომ შექმნეს დროებითი დაშიფვრის გასაღებები, რომლებიც ეფუძნებოდნენ გეოგრაფიულ მდებარეობებს, დღის დროს და ატმოსფერულ პირობებს და მათი დუბლირება იყო შეუძლებელი. მათ გაიტაცეს ადგილობრივი მობილური კომპანიის თანამშრომელი, ანუ ინჟინერი და მას ააწყობინეს ეს ყველაფერი. დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან საინტერესო თემა იყო. დღევანდელი ვიდეო კი ამით დასრულებული არის. თუ მოგეწონა ვიდეო, გთხოვ გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო.